მოდე ცოტას. ეს ხელსახოცი თუ აღარ იყო, მითხარი რა. თუ გათავდა ეს ერთჯერადი ხელსახოცები, ახლა მე გარეთ ვერ გავ. ჩემი გარეთ გასვლა არ შეიძლება. ვონტებს რო უთხრა კი შემომიტანენ, მაგრამ სანაცვლოდ შეიძლება ტელევიზორი გაიტანო. რა ვქნა? გამარჯობა. ირაკლის ხეიზე თქვენ გზანდები. მე ვარ. ამის სამარზე გადმოგზავნილია ეს 5 ბათუმიდან. დიახ. და გთხოვთ ჩაიბაროთ და ხელი მომიწეროთ. ბათუმიდან? დიახ, ბათუმიდან. უკაცრავად. აჰა. აი, მომიწერეთ ხელი. სალმოატორ გენსველი? აი, ეგ მომიწერეთ. მადლობთ, კარგად გზანდებოდეთ. კარგად გზანდებოდეთ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. საკიჟეთი რა. ალო. ხო დათო. ხო უკეთ ვარ. მერე? აჰა. რა? რაშვე? ხო? მოიტანეს რაღაცა? კი. რა არის? ხელსახოცების პირველი პარტია? მოიცადა. როგორ ვიდი? 30 თეთრი? კარგი რა ამბავია დათუჩა 30 თეთრი. 20 თეთრი. არაჩვეულებრივი ფასია. ნაღდი კლიენტი მყავს. კი, ეგრევე აიღებს. მარიკა? ჰა? გაფორმაში ვარ? ჰა? სალმე მიტიფა? ხო. მივდივარ მარიკუნა სამსახურის საქმეზე. სამსახური? აჰა. ბარსელონამ გიყიდა ირაკლი? კარგი იყო ბეკურა. ოჯახ. მაგრამ არა მარიკუნა, მე ჯერ გუნდის გამოსვლას არ ვაპირებ. ისევ სამინისტროში ვრჩები. ხო, ისე როიცოდე დღეს მე და შენ მივდივართ წვეულებაზე. და ამ წვეულებას მართავს ვინ? სწორია, UNICEF! UNICEF-ი? აი შენ თუ მაგ ფორმით წამოხვალ ირაკლი, მე არ წამოვალ იცოდე. ჯერ ერთი ეგმაისური პატარა გაქვს. მერე კიდე თუ UNICEF-ი მართავს სწავლებას, შენ უნდა ჩაიცვა პიჯაკი და აი აქ ბაბთაც უნდა გაიკეთო. რა ბაბთა მარიკუნა, რას ველაპარაკები? ბაბთა ბოლოს მეკეთა, როდის მეკეთა? ალბათ მე 7 კლასში. მახსოვს მარიკუნა, ის იყო პირველი მაისის ზეიმი. ხო და ლექსიც მოთქვევინეს. მე როგორ იყო? ლენინი ჩვენი სიამაყეა. ლენინის სიტყვა საქმეა ჩვენთვის. ლენინი არის ჩვენი შუქურა. ლენინის გული ჩვენ გულებს ერთვის. მაგარია, მარიკულა. მომისმინე, დაუკვირდი ნახე, აი ამ ლექსიდან, რომ ამოიღო სიტყვა ლენინი. და ნებისმიერი სხვა სახელი რო ჩასვა. რა მაგარი საგრძელო გამოვა? ირაკლი, ესე იგი დღეს მე ბავშვები დედასთან უნდა დავყოლო, ხო? აი მარიკა.
მე მივდივარ რომ სხვის ბავშვებს დავეხმარო, სხვა ბავშვებს და ჩემ შვილებს შალოვნას დამტოვებ. არა, ესეც კარგი იყო. კარგი იყო. ისე მარიკა რო იცოდე როგორ წვეულებაზე მივდივართ რა. ვაი, იცი როგორ წვეულება? აი, ერთი ჭიქა გვინდო რომ უნდა გეჭიროს მთელი საღამო. და რომ უნდა იარო ასე ამ ერთი ჭიქა გვინდო მთელი საღამო. აკეთიში და რომ უნდა ისქნა რა ქვია, წრუპო და წრუპო რა. მთელი საღამო ერთი ჭიქა გვინდო უნდა წრუპო. რატო? აი მე მიყვარს ირაკლი ფილმებში ლამაზად ჩაცმულები რო დადიან. მესმის შენი მეგურა, მესმის შენი, მაგრამ მე უფრო ესეთი კლასიკური ფილმების მოყვარული ვარ, წვადი, ოციანი, რა ქვია იმას და ასე შემდეგ. აბა ეს არის, ნახე. აბა ეს არის, შეხედე. ეს წვეულებაა. არა ჩვეულებრივად გამოიყურებით. რა თქმა უნდა, ეს დიახ. რა ბძანეთ? არაჩვეულებრივი იუმორი გაქვთ. ბუზუ. ეს არის. ეხლა შენ იქ არ დაიწყო ბუზუ, ჰე. და აბა ეხლა ყველა ავდექი წავიდეთ. ჩვენთან სახლში უნდა გავაგრძელოთ ჩემთან კეიფიო და ასე შემდეგ. მოფრთხიალდი ბეღურა. ნება მიბოძეთ. გაგაცნოთ. ჩემი ცხოვრების ერთგული მეგზური, ჩემი მეუღლე მარიკა, დიახ. სასიამოვნოა. ძალიან ბევრი მსმენია თქვენზე. მარიკუნა. კლიანობაში კარგი იყო. მაგრამ ღიმილი არ მომეწონა. ღიმილი მარიკა, რაც შეიძლება მეტი სიყალბე უნდა იგზნობოდეს. ამ ღიმილში აი ნახე, შემომხედე და ისწავლე. ნახე, სიყალბე. ძალიან სასიამოვნოა. მოხარული ვარ. ძალიან სასიამოვნოა. მოხარული ვარ. რო გაიცანი? ძალიან ბევრი მსმენია თქვენზე. მსმენიათ. დიახ, მსმენია. ბუზუ. თქვენი აქციების საქმე როგორ მიდის? ზემოთ და ზემოთ იმედი არა, ძალიან სასიამოვნოა დიახ. თქვენის ნებართვით მე უნდა დაგტოვოთ, ლობიო მწყალი დაიშრო და უნდა დავუმატო. ეს წუთი თქვენი საუბრი. მარიკა. ლობიოს აკეთებ? ვაკეთებ. ვა, კიდე რას აკეთებ რა? კიდე რა უნდა გავაკეთო ირაკლი წვეულებაზე არ მივდივარ? კარგი მარიკა, რა წვეულებაზე რომ მივდივართ, იმიტომ გეუბნები. ხო ვიცი ახლა იქ რაც იქნება, კიბორჩხალა, გამოტენილი ხიზილალით ან ხიზილალა შეტენილი ლოკოკინი. რატომ დარეკა რიკოც გამოვცთიო? ვიცი. საიდან იცი? საიდან ვიცი და მყეხავს უკვე სახსრებში. გძნო უფრო ახლოს არის. მეგურა. აუ. გამომართი. მიდი. მომეცი. ოღონდ მე რო გეტყვი. კარგი, მიდი. სად ხარ? სად ვარ? 1 2 წავიდა. ორი წამი და 3 მეასედი. ვა! რეკორდია. რეკორდია მარიკა. არაჩვეულებრივ ფორმაში ვარ რა. რა სერჩი გაამართლა მინისტრის მეთოდებმა. კეთება. კარაქიანი პურიმი და აღარ არის. ლაშა, რასაც შენ ჭა, მაგას კარაქიანი პური კი არ ქვია, მაგას ქვია პურიანი კარაქი. მიდი, კარგად მოძებნე, მაგიდაზე იქნება, გაახილე თვალი. ლაშა, გუშინ რაც გთხოვე, ხო გახსოვს, ა? კი, მახსოვს კეთევან. მახსოვს. ესე იგი, უნდა გადამეხადა შუქის, გაზის და საკაბელო ტელევიზიის გადასახადები. მერე რაკენი გადაიხადე, ა? დამავიწყდა. რა? შენ რაღაც დაქრი ხარ, ხო იცი აქეთ-იქით ფიქრებში. ის კარგად გახსოვს, რა ქვია იმას, ხალადეცი. ვაიმე, ხალად. მოიცადე ერთი წუთი, მოდი აქ, ლაშა. მოდი ერთი წუთი, საქმე მაქვს. ეხლა იქნებ ისიც მითხრა, დღეს რა დღეა არ მახსოვსო. როგორ არ მახსოვს კეთება? აბა რა დღეა დღეს? როგორ არ მახსოვს? რას ლაპარაკ?
რა დღეა აბა დღეს? რა დღეა და რა დღეა და დღეს არის ჩვენი რა ქოთანი ჩემი სადა რა შენი ქოთანი რა ქოთანი ლაშა ლობიოს ქოთანი კეთება ლობიოს ეს პატარა ესეთი ძალიან დღე მთელი დღე მაგას ვეძებ კეთება რა ლობიოს სამზარეულოში იქნება გამატარე მოგიძებნი გამატარე მიდი მომიძებნე ერთი მომიძებნე აბა რა დღეა დღესა მე მეგობრები ეხლა აქ ვინმეს ხედა ბაბა ვის ვეკითხები ეხლა მე არა კეთე უცებ გავიგე თამარი მომესმა ერთობა და რა თამარი ხო გახსოვს ჰა ვინ თამარი კეთებ კარგი რა თამარს ადამავიწყოს კეთება კარგი რა ისე იგი სულ ხუმრობა 24 საათი ხუმრობა რა აღარ შემიძლია აბა რა დღეა დღესა ლაშა ჰა რა დღეა დღეს ამისთან რა დღე ერთი აქ ხوار დაბადების დღეა ვინმესი ვიცადე ნახوار მიწერი ალბათ აჰა დღეს ყოფილა ჩემი კლასელი გიორგი თორელის დაბადების დღე მაგრამ ეხა ეს ამას ამანიცოდეს არ ამგონია თუმცა არც ეგარ არის ეხა გამორიცხული მაგრამ არა ესე მნიშვნელოვნად არ აღნიშნავდა რა დღე ერთი კალენდარში ვნახო რამე ხო ესეთი დღევანდელი დღე აბა რა დღეა დღეს ჰა აი კეთებან დღეს ყოფილა ესე იგი ჩეხმა მეცნიერმა გამოიგონა ამ დღეს გამოიგონა ესე იგი ლუდის დამზადების ტექნოლოგიის ახალი ფორმულა რა ჩეხი მეცნიერი ლაშა რა დღეა დღესა ვიხუმრე კეთებან ვიხუმრე აბა რა ჩეხი მეცნიერი არა ის თქვი აბა რა დღეა რა დღეა დღეს და დღეს ისეთი დღეა კეთებანო ბევრს დავლებ და ბევრს შევჭამ აბა რა სიზამ შენ ბევრს დავლებ და ბევრს შეჭამ აბა რა სიზამ ვიმე გინაცალე შენ აბა რა დღეა დღეს მიდი აბა დღეს არის ის დღე რა ვერ გავიგე კარგად ვითხარი ყურში ვითხარი ვიჩურჩულე ვერ გაიგე ხო ვიჩურჩულე რა გეხო ესე იგი შენ არ გახსოვს კეთება რახან ვერ გაიგე არ გახსოვს ძალიან კარგად მახსოვს მე კარგად მახსოვს ლაშა მე ვიცი რომ გახსოვს კეთება ესეთ მნიშვნელოვან დღე შენ ხო ვიცი რომ არ დაივიწყებ არა ისე შეგამოწმე ხო აბა ესე კი კეთება ხო ვახოს უთხარი ვახ არა ეხა ახალია მაინც და შეიძლება არ იცოდეს ეხა დღევანდელი დღე და მოიცადე ეხლა თამარს არ უთქვამს თამარი უმზადებს ვახოს სიურპრიზს და შენც ეხლა ნუ ეთყვი გაიგე ნუ ეთყვი თამარი უმზა არ უთხრა არა მე რას ვეთქვი არაფერი არ წამოგწდეს ხო არ არსებობს მე არ ვეთქვი კეთევან ახო კეთევან ესა აქანდაზი მათხოვე რა რა გინდა ახო აქანდაზი სანამ თამარი მომდა მოვასწრო რა ყველაფრის გაკეთება და აი რა სიძე მყავს აი რა სიძე ხავს ესე იგი იცის ამან დილიდან ემზადება ნახე როგორ ემზადება რომ თამარს ყველაფერი დაღო ესე იგი იცის აბა ვახო რა დღეა დღეს სამშაბათი რა სამშაბათი შაბათია დღეს ეგეც არ იცის ამან რა ვის გავატანე ჩემი უსაყვარლესი ცოლის და რა ვიცი ეხლავე გამოგიტან ვახო აქანდას რა სიძე მყავს მშრომელი ერთგული ენაც ვახო მართლა არ იცი დღეს დღეა ბიჭო შაბათი ყოფილა რა ვახო რა შაბათი რა ისეთი იუბილე ან რაღაცა მნიშვნელოვანი თარიღი რა არა მომისმინე ეხლა აქანდას რო გამოგიტას მაშინ ირაკლეს შეუარე და უთხარი სახში ორი ადგილი შეგვინახოს იმიტომ რომ ღამის გათენება შეიძლება გარეთ მოგვიწევს ხო გაიგე აი ვახო აი აქანდას მადლობა ხო მადლობთ ვახო მომისმინე ეს აქანდაზე ხო წაიღე ეს აქანდაზი და ესე იგი ფანჯრები უნდა გაწმინდო გაზეთით ხო და თვალები რომ არ დაგვიწვას ხახმა ამისათვის საჭიროა დანა ჩავდოთ ძმარში
მიდი ხა გადი მიდი და მიხედე კაცო საქმე საბა მოვა თამარი მე და გეთება? ძმარი გაქვს? კარგი ბიჭო. სალომე, მოდი. როგორ ხარ? კარგად. ესე იგი, წეგან გამოვიარე კინოში, მაინტერესებდა რა ფილმი იყო და ძალიან კარგი ფილმები გადისო და კარგი და წავიდეთ. რა ფილმია? რა და სროლებზე და ჭუბებზეა. მე დავახუნას ეგეთი ფილმები არ გვიყვარს. თამარ, კოცნებიც არის. კარგი, წავიდეთ. ხო, ისე იცი რა მეთქეს კიდე სამ განზომილებიანი ფილმიც არისო ძალიან კარგიო და რა არის სამ განზომილებიანი ფილმი ვერ მივხვდი. სანდრო, მე აგიხსნი. ესე იგი, სამ განზომილებიანი არის, აი სამ განზომილებაში რო უყურებ რა. ანუ აი როგორც ახლა შენ სალომეს უყურებ, აი ისე. სალომე, მე არ ვიცი რას ნიშნავს სამ განზომილებაში ყურება, მაგრამ იცოდე მე შენ კარგად გიყურებ და გავიგე. ვიცი სანდრო, ვიცი. მეც ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ. ხო, სამ განზომილება. არა აჰა სანდრო აბა თუ იცი რა დღეა დღეს რაიმე გილოცავ ლაშა როგორ დამავიწყდა ეს რამდენი წლის გახდი? სანდრო, მოდი, სანდრო. მეც ვკითხე რა არაფერი სანდრო არაფერი დაივიწყე აბა რა ჭუკჭუკებდით რაო რას და კინოში გვინდა წასვლა და თამარი არ მოდის. თამარი არ მოდის? რატო თამარ? უნდა წახვიდე ხა უკვე ფერადი ფილმები გამოვიდა და არ უნდა ნახო. ისა მახუნა მე და შენ ბოლოს როდის ვიყავით კინოში? აი ფილმი რო ვნახეთ ტრანსფორმერებს რო შემიშტრა. ცნაირად და რა წამოვედი, ხო? ხო და თამარ, მაგის შემდეგ იმდენი დრო გავიდა. ხო. წავიდეთ, დღეს აუცილებლად წავიდეთ. წავიდეთ მახუნა და აუცილებლად უნდა წახვიდეთ ხო წადით და შეიცით რა შეიძლება სანდრო და სალომე არ შეუშვა და თუ რაღაცა ვიტომ თქვენ მშობლები ხართ რა აკაკანდა რა წავიდეთ და მახუნა რამინის გამოგზავნილი ყვითელი სიმინდი მაქვს და ბატიბუც გავაკეთე რა ვიცი ახლა იქ რას მომყიდია მართალია შეიძლება გენმოდიფიცირებული სიმინდი იყოს. ოჩახ სანდრო. ხო თამარ და თან კომშის კომპოტიც უნდა წაიღო აბა შენ იცინე და აი ლაშა ჩვენ რო წავალთ ბატიბუც ხო წავიღებთ ჩვენთვის შენთვის წამოვიღებ აი ესე სიმინდს და რო აკაკანდები აი ესე მომ აი მე არა, მართლა, შენ წამოდი რა, აქებენ კარგი ფილმიაო და გავერთობთ პოპკორნი, კოკა-კოლა რამე, ჰა? არა, ბახო. მე მირჩევნია კარგი კაბაბი, კარგი მწვადი, კარგი ჩაშუშური, მერე ჩაუდე და ეკინო მომიყევი. კარგი, ლაშა, რა დაგემართო, წამოდი რა. იცი რა კარგი ფილმი იქნება და თან ჯეიმს ბონდი თამაშობს. ესე იგი, ჯეიმს ბონდს უნდა უყუროთ. ხო? ეს აზზე არ არის არა. შეგონია რომ ჯეიმს ბონდი მარტო ჯეიმს ბონდს თამაშობს? ჰა? და სხვაგან არა? არა, შემიძლია. წადი რა, წადი. კარგი. თამარ, ესე იგი რა ხდება? ჯეიმს ბონდის შემსრულებელი რომელიღაცა იქნება იმ ფილმში რა. იცი, ისე მე მომწონს პირს ბროსნანი. ძალიან ისეთია მამაკაცური და სიმპათიური. მე ძალიან მომწონს სკარლეტ იოჰანსონი. ხო რა, ესეთია რა, ნაზია, ქალურია რაღაცა. მე ძალიან მომწონს ჯონი დეპი. მე ძალიან მომწონს შარლიზ ტერონი. ლამაზი ქალია. მე მომწონს აი მაღალია და ქერათმენი სახელი დამავიწყდა. დენი დევი. ხო, მე
ძალიან მომწონს ნიკოლ კიდმანი. მაღალი, ქერა, ლამაზი, მაგარი ქალი არა ლაშა. ახო, ძალიან გაერთე. არა, თამარ. ეხლა რა ხდება? აი, რაღაცით რო გავხარ შენ კიდმანს. აი, მაგიტომ მიყვარხარ ესე ძალიან. გაჩერდი, ბიჭო, რითი გავარ, ეხა ნიკოლ კიდმა. რითი თამარ და წვივებით. წვივებით. ახო უთხარი რამე. რა დაგემართა ეხლა რა. გაჩერდი ბიჭო. აი, მარიკუ. რამდენი წელი გავიდა? რამდენი წელი გავიდა და მაინც დამჭირდა ამ სმოკინგის ჩაცმა. აი შენ კიდე ამბდი რა თმინდაო, მე მაგას არ ჩავისვო, დათოს კიდე სმოკინგი არ მოხდებაო. აი? დენენა, მადარებელი ნომერი 42 ბათუმი თბილისი შემოდის მეორე ლიანდაგზე. ირა? ო, ძოლი მოკავს? შემოდი. მარიკა. თხოვდები? აბა. როგორ ახალ ვიცოდი ჩემთან ახლა არ გაგიკურდებოდა და აი მოვედი. აბა რა ხდება? მიხარით? არაფერი, კარგად ვართ. კარგად ვართ. კი, ბავშვებიც კარგად არიან. მოედატრეთ. ოღონდ, დათო. ხო. რა არის იცი? აი ესენი ერთ 2-3 კვირაში გადავლენ. და მე ალბათ შეხვალ შემიძლია. რა ერთი კვირა? კარგი. დაგნილი ვარ ამდენ ეხლა ვიარე ვა კარგი დაკიდე კარგი ხო გეხუმრება ვერ ხედავ მიდი შენ ხელები დაიბანე მე რამეს გაგიმზადებ საჭვალს მე და ერაკლი მივდივართ არ მინდა არ შეწუხდე რიკოძე ჭამბილოსტრი ძღოლებთან ერთად დათუჩა რაო ბათუმმა რა გითხრა როგორ გალამაზებულ ხარო როგორ გასუქებულ ხარ გამშვენიერებულ ხარო ნეტა ვინგივლისო არ გითხრა იცი რა მაგრა გაალამაზეს ბათუმი მართლა ხო ლამაზია მოგეწონა მაგრა მე რას მორბოდი აქ ვერ დარჩი მე არა მაგრამ მთელი ჩემი გული და სული იქ დარჩა იმასთან ვისთან ბათუმთან თუ შავზღვასთან იმასთან რა გწევს დათო დათო აბა თვალებში შემომხედე ვაი მაგას მე მეუნდები რა მსხვენია ვერ აი როგორც კი შემოხვედი მაშინ მე მივხვდი აი რა ნუ მეუნდები რა მსხვენია მეტყობა მოიცა რას მივხვდი სად შემოვიდა რა ეთყობა მიდი აბა თვალებში კარგად დააკვირდი მიდი აი მე არ შემოხედო რა ირაკლი მსხვენია მე რა ხო მოიცა აი და ეს ხო ვითომ დათო დათუჩა დათუნა დათუნიკო დათუკა დათუკა და თო მართლა ხო ეს აი რო დავინახე იმის შემდეგ ტელეგრამები აღარ მძინავს ხო ერთი ნახვით შემიყვარდა დათუჩა ხო გაიგზნობა გძინავს გაღიმებულს და თვალგახელილს დააფასე წვიმა წყნარი მუსიკა დააფასე მოცარტი დათუჩა გაიგე რას ნიშნავს შექსპირი და რუსთველი ხო გონია ახლა რომ ყველაფერს გააკეთებ დედამიწის ზურგზე დათუჩა ხო და მიდი გამოიტანე ჩემი პერანგები იმ ოთახიდან და დამიბრუნე მიდი
კარგი ხა მაგის დროა? ვიცოდე. და რა ქვია დათო? რა ქვია და არ გიტყვი. არ გიტყვი, იმიტომ რომ დაიწყებს მე ეს ელენე გიყვარს, ელენე. ვიცა დათო მითხარი რა სად გაიცანი ელენე შესაძლოა რა მე გითხარი სუარეული ვარ არ მახსოვს მე სადა და UNICEF-ის შეკრება იყო აქცია იყო კიდე მეც იქ ვიყავი და თურმე იქ მუშაობს ელენე და ცოტა ხანი ველაპარაკი ცოტა ხანი იმიტომ რომ მალე წავიდა ეჩქარებოდა მე ვერ გაეკიდე რო წავიდა ვერ გაეკიდე ის გაიქცეოდა შენ გაეკიდებოდი კიბეზე ჩაირბენდა ამ კიბეზე დაკარგავდა ფეხსაცმელს ხო მე შენ აიღებდი ამ ფეხსაცმელს და ამ ფეხსაცმელით იპოვიდი შენ შეყვარებულს შენ არ გიშველები მოიცადე ირაკლი გაიგე UNICEF-ში მუშაობსო და რა დამთხევა აი მე და ირაკლიც დღეს მივდივართ UNICEF-ის წვეულებაზე აბა შეიძლება შენი ელენეც იქ იყოს ვაიმე ირაკლი გეხვეწები რა გემუდარები რა მე წამყვანე რა იქნა მე წამოვალ რა გთხოვ რა ელენეს მაგა რა ვაიმე გეხვეწები რა ირაკლი და გემუდარები რა წამიყვანე რა გენატრება კი ძალიან მინატრება. უკვე არ მინახია 1 დღე, 6 საათი, 35 წუთი და 21 წამი. 22 23 24 25 26 28 21 წუთი ვერ წაგიყვან გაბორიცხულია ვაიმე ირაკლი გეხვეწები რა ირაკლი ძალიან გთხოვ რა უმალე აეურა ირაკლი Please, por favor. Scusi. Gita kimkero. ვერ წაგიყვან დათუჩა როგორ წაგიყვან სულ მაქვს 2 მოსაწვევი და მივდივართ მე და მარიკა შედაჩი მე და მარიკა წავალთ ხო რა გეხოწები რა ირაკლი შენდარში მე და მარიკა წავალთ და აქ მოგიტან ღვინოსაც შამპანიურსაც საჭმელებსაც რა მნიშვნელობა აქვს ხა შეთვის იგი დათვრები თუ არ დათვრები რა არის აბა ხა რედგი უყურე შენ მასხარა ეს მასხარა ხომე დიახ კარიერა ხო დამიგრიეთ ეხლა ჩემი მონავალიც გინდათ ხო დამიგრიოთ ნუ აპატურებთ რა ჩემს სულში ხალებს კარგი ხარ დათუნა ეგრეც ნუ ინერვიულებ დამშვიდი წაგიყვანს აბა არ წაგიყვანს აბა რა ხო მიდი წესი რა ჩაიცვი და წავედით გვაგვიანდება მიდი აი ჯიგარი ხარ ჯიგარი სერიოზულად მოიქეცი თუ კიდე იქ წაგიყვანო ეხლა დროზე ჩაიცვა და წავედი მივდივართ დათუჩა რა მაინტერესებს იცი ვერ ვიხსენებდით დღეს მე და მარიკა ეს რო არის რა ქვია ქართველი მოციგურავე გოგოროა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი რო აიღო გედევანიშვილი რა ქვია მაგას ესე იგი ეს საჩუქარი ეს შოკოლადი მაგრამ ნეტა რა დღეა დღეს ესე იგი მარიკა გავაფრთხილე დარეკავს და იქნებ ასე მაინც გავიგო რა დღეა ხო ეს შოკოლადი შევჭამოს
კარგი რა ლაშა. სულ ასე შეიძლება ჭამა. გავსინჯავი ხა იქნება არ არის გებრიელი და ხო უნდა ვიცოდი არა გებრიელი არის თუ არა თან შოკოლადი ესე ტვინს ხსნისო და იქნებ გამახსენდეს ნეტა რა დღეა დღეს ნეტა რა თქვი ლაშა? რა თქვი? არაფერი კეთებან არაფერი ეს ტაქსში ვიჯექი და იქ იყო სიმღერა ჩართული ესეთი სიმღერა იყო ჩართული ნეტა რა დღეა დღეს ნეტა რა დღეა დღეს ნეტა რა დღეა და მე იქ ის და მე სიმღერიც ქონდა რაღაცები და აი ესეთი კეთებან დღევანდელ დღესთან დაკავშირებით აი ეს საჩუქარი შენ ვა და მე რა შუაში ვარ აბა ვინ არის შუაში ვაიმე რა ლამაზია მოგეწონა ვაიმე ძალიან ლამაზია ვაიმე აი ულამაზესია მოიცადე ამას ხამე ვაი ერთი წუთი აი ერთი წუთი ალო ხო მარიკა ხო რა ვიცი აბა ვარ რა სახში ვარ მე დალაშიკო და ვებზადების დღევანდელი დღისთვის ხო მარიკა როგორ დაგავიწყდა კარგი რა მარიკა დღევანდელი დღე როგორ არ გახსოვს კარგი რა სისულელია დღევანდელი დღის დავიწყება შეიძლება მარიკა დღეს არის ჩვენი აი მარიკა დიდი ბოდიში რა გეხვეწები დამელოდე ისა გაზზე მიდგას ქვაბი და არ გადმომივიდეს ხო მოიცადე ლაშიკო გეტყვის ლაშიკო მოიცადე ლაშიკო მიდი რა უთხარი ამი შენ უთხარი გეტყვი ქეთება მე ვეტყვი აბა ალო ხო მარიკა კარგი მაინც დიდი მადლობა გავარკვევ რამენაირად კარგი მადლობა მარიკა არა უნდა გავრისკო და უნდა ვკითხო არ ვიცი რა დღეა თქო რა კეთებან ბატონო რა არ მახსოვს რა დღეა დღეს ხუმრობ კეთება როგორ შეიძლება ეს ხუმრობა როგორ შეიძლება ვარცხანა იყო შენ ჩვენაში როგორ შეიძლება არ გახსოვდა შენ დღევანდელი დღე მითხარი როგორ მიდის შენი საქმეები სამსახურში კლინიკაში როგორ არის შენი საქმე დღეს არ ყოფილა კეთებან რატო არ ყოფილ ხარ სამსახურში შეიძლება ესე მოექცე სამსახურს ღირს მუშაობა დაიწყე და შეიძლება ესე აიგდო სამსახური რა ადამიანო დღევანდელ დღეს მე ვერ ვიმუშავებდი კეთებან ასეთ მნიშვნელოვან დღეს აბა სამსახურში წავიდოდი მე კეთებან ვერ წავიდოდი კარგი მაშინ მიდი შედი სამზარეულოში გამოიტანე არაყი და ჭიქები და თქვი სადღე გძელო უკვე მოვიდა დრო რომ შენ შესვა სადღე გძელო მიდი გამოიტანე ჭიქები და არაყი მიდი გელოდები მიდი კი ხო მიდი კი ახლავე გავალ და გამოვიტან არაყს და ჭიქებს ხო მაგრამ კეთებან ჩვენ ვართ შენ სახში და შენ უნდა თქვა სადღე გძელო მე ეგრა შუაშია შენ ხარ მამაკაცი და ოჯახში მამაკაცმა უნდა თქვა სადღე გძელო მე ერთი პატარა გოგონა ვარ მიდი მამაკაცი ვარ მამაკაცი მაგრამ აი თქვენ რო იცით ხოლმე შენ და თამარმა აი ლობიო ხარო და აი ლოკო ხარო და ის როგორ იცით ხოლმე გიკეთება ხო და ის ახარო და კეთება ნამცხვარი არ გააკეთეთ არა ასეთ მნიშვნელოვან დღეს ნამცხვარი არ გააკეთე კეთება არა კარგი შენ გამოგიცხობ შენ რო გიყვარს ინამცხვარს ხო კარგი მოიცადე ეხლავე გამოგიცხობ მოიცა ეგ მაინც შემრჩება რა თქვი? რა თქვი რაღაც მომესმა? არაფერი კეთებან, არაფერი, აი სიმღერა რო ამეკვია და ტაქსში რომ მოვისმინე, დკცკს მე ხო ქონდა მისამღერი მაგას. და ეგ არის, ეგ მაინც შემრჩება. აი ეს ცხოვრებაზე მღერის. ის. კაცი მღეროდა? კაცი რა ბიჭი? ბიჭი? ეს მაინც შემრჩება, ეს მაინც შემრჩება.
ადგილი? თამარ უთხარი, მაგრამ არ გამიცვალა. დაში მაინტერესებს, გაუცვალე. გოგო და გაჯობა. ყოჩახ რა სანდრო, ყოჩახ, მაგარი ადგილები აიღე რა. კიდევ კარგი. ვახოს იგი დარბაზში არაუღე ბილეთი. ხო და თან მე ვახუნას კამსის საზურგე მოტეხილი აქვს და ხა მთელი ღამე დღე ეთკინება წელი და უცებ ძალიან ბევრს ლაპარაკობთ. მოიცე, თქვენ ამის ბევრი ლაპარაკი არ გინახავთ, თორე ესე არ ეთქოდით. ეხა ფაქტიურად ჩუმად არის. ვახო, გაჩვენება თუ არ შეგიძლიათ გაგზავნოთ რა შევწყვეტ. ვენა, კარგი, ხო რა სამიტეხე ამბარი. სანდრო, რა უთხრა? იმ უაშებიანმა კაცმა უთხრა მკვლელი ვიპოვეთო. თამარმა უთხრა მეხი დაეცემა. ეხა ნახე სიტუაცია ისე დაიძაბება. აი მე სანდრო მეშინია. Πάχουνα მეშინია. აი, გასმარდი, თამარ, ამიტომ დაწყო. მეშინია. არის ეხ სალომე, მართლა გეშინია ფილმი? არა სანდრო, რა ფილმის თამარის მეშინია. ისეთი ადგილები შეურჩიე, რომ გაუჯობია შენ გაიქცე. არა, ისე კარგი ფილმია, მე მომწონს. ხო, როგორ უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ერთად ვერ არიან. შორიდან ეტრფიან ერთმანეთს. ეს იმიტომ რომ სული მბოთეს ბრალია და ცალცალკეს ხედან, ხო? აი, აკოცა. ძლივს არ აკოცა. თამარ, ისა შენ მე მგონი ვახოს სულ ესეთ ფილმებს აყურებინებ, არა? კარგი რა სანდრო, რა რას მიშტერები ხარ, ვერ გავიგე რა არის. ხები ხარ რა. აი მე ხوار გეფარებით. თამარ, მოეფარები, აბა რა იქნება ამ ხელა აშოლტილი ხარ. ნიკოლ კიდმან. აი ნიკოლ კიდმანს გაჩვენებ, რომ გაგიყვან და აგიტეხავ კივილს ქუჩაში. კარგი, თამარ, ჩუმად. საუბარი. ადეგი. შეგიძლიათ შემადგილას გადმოჭდე. სანდრო და ჩვენ რა ორკვირაში დააგდებენ ამ ფილმს ინტერნეტში და ვნახავთ მე ამათი ყურების თავი არ მაქვს. აი მე მიყვარდა სანდრო. გადმოვიდე. მე არა ეს, გადმოგზავნე. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ ბიზნესმენები შევხვდით ერთმანეთს და შეგვიძლია ამ ორგანიზაციის გადარჩენა და საერთოდ ჩემი აზრით, რაც უფრო მეჯერ შევხვდებით ერთმანეთს, მით უფრო კარგი. თქვენ რა ზრდით ხართ ამასთან დაკავშირებით? კი, კარგია. კარგია, მაგრამ თუ შეიძლება მე წავალ, ხალხს უნდა მოვემსახურო. თქვენ ხომ არ გინდათ რა? არა, მაქვს ჯერ, ვინო, მაგუთ. ერთი წუთით უკაცრავად ეს წუთით. ეს რა გვინდა? ეს არის 2002 წლის მოსავალი, ევროპული წესით დაყენებული ნახევრად მშრალი. მაგუთ. ნიჭიერ. ირაკლი მაგ ქვეყანაში ელჩი თუ ყავდა არ ვიცოდი. არის ცი გამბავი? მარიკა, ეგ თავის დროზე მან გადაიპარა. ხო, რომელიღაც ცეკვის ანსამბლს გაყვა. ხო და დარჩა და მე აქედან დაურეგეს რომ ახლა ბარე მანხარო და ბარე ელჩად იმუშავეო და მუშაობს. აბა, მარიკა. როგორ გამოვიყურები, ხა? ძალიან კარგად გიხდება, რაც გაცვია. ეს მოეწონები? ძალიან მოეწონები, აბა რა. კი, კარგად ხარ, მაგრამ მარიკა, რამგონია იცი, ძალიან დაძაბულია. არ მეთანხმები? დათო, დაძაბული ხარ, მოეშვი ცოტა. ა? მოეშვი ცოტა, მოეშვი. არა, მასე არა. მასე არა, ეს რა. როგორც ხარ ჩვეულებრივად რა, თავისუფლად, აი როგორც მე მელაპარაკები ახლა. ასენი, ეს ხელი, მარცხენა ხელი ჯიბეში. აი ესე, ეს ფუჟერი, აი ესე გემწვი, ეს იდაყვი ცოტა, აი ესე აწიე, ხო? აი ხან ნელ-ნელა ნახე, წავიდა ეს იდაყვი, წავიდა, ხელი გასწორდა, დათუჩა, ნახე, ეს ხელი წამოვიდა, ეს როგორც კი გაუსწორდა თავს, ეს შუბლზე მივიდა.
ჩავლე აი ასე ნელა ეხლა მე შემომხედე მე მიყურე ისე რომ ზემოთ მივუყურებ აი მიყურე და რომ მოვა ელენე ასე დახვდი მეზე რაც ხარ ხარ მაგის დროე ხა? კარგი. კიდე კაი აქ არის ხა აქ მსულ ესე რომ დავინახე რა. უხერხულია ხარ არგი. უხერხულია სასაცილოა. აი. აი. და აი. ღირსეულად დავით. ღირსეულად. მოდი აქ ვისაუბროთ ხა. მოდი. ჰა. თვითონ საუბრობთ ხა. იახ დავიყიდე. ბოინგი მყავს. 700. მილიონი მაქვს კი ბანკში. დიახ. ნახევარი. დათო ის არის ხო ელენე? ой მე ძალიან მომწონს. მე რომ მომწონა იმიტომ მას ამიბნია თავგზა ეხა ზაბნეული ვარ ხო ხედავ. ჰა? ვაი მე მგონი აქეთ მოდის გადი. მინდა მადლობთ. მინდა გაგაცნოთ ჩემი მეუღლე მარიკა. დიახ. ელენე, სასიამოვნოა. ელენე, მარიკა, ელენე. ეს არის დათო. ბატონი დავითი. უნიჭიერესი. არ არის საჭირო უბრალოდ ბიზნესმენი. ბატონო? ბათუმში. შეხვედრა. კი, აი ნახატები რომ იყიდება იქ. რა საოცარია. დამოუკიდებლად უცნაური. ამ დონის ბიზნესმენი ბათუმში ნახატების ბაზრობაზე. ხო, ხანდახან გადავისმენ ხოლმე ხარების ასაცმელს და ქალაქში გადავა. ხალხში დავფიქრე ხოლმე. დიახ. და ბათუმში რა საქმეზე იყავით? ბათუმში თურქ ბიზნესმენებს შევხვდით, იქ რაღაც საკითხები იყო გადასაჭრელი და იქ ვიყავი ბათუმში. დიახ. იცით, ძირითადად შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან აქვს ესეთი საქმიანი ურთიერთობა, ბატონ დავითს. დიახ, როგორ ჩაიარა ვიზიტმა? როგორ ჩაიარა? ნორმალურად. უბრალოდ იმ ავტობუსის მძღოლმა ამიშალა ნერვები წინარ დაგსოვო და რაო და აი დათოს ხომ შემოაქვს ავტობუსების დიდი პარტია რა და მე ამ ავტობუსების პოპულარიზაციისთვის თვითონაც ჯდება ხოლმე საჭესთან ასე ხო რა ორიგინალურია ხო ეს ერთგვარი განტვირთვა ჩემთვის დიახ ეს გაგვიმარჯოს მოგეწონათ მინო ძალიან მეცალე მომწონს ესე იგი თუ არ ვწდები ეს არის 2002 წლის მოსავალი დიახ ნახევრად მშრალი ევროპულად დამზადებული ღვინოშიც ვერ ყვევით ბატონო დავით ერთგვარი ჰობია უბრალოდ ევროპაში დავეუფლეთ. ჰობია ევროპაში ბრძანდებოდით? დიახ. როდის? როცა დავეუფლე. სხვათა შორის ეხლა ხანს ვიყავი მონაკოში. დიახ. და კაზინოში 10,000 დავტოვე.
მე არ მიყვარს აზარტული თამაშები. არც მე არ მიყვარს. ამიტომაც არ მითამაშია. უბრალოდ შევედი, დავტოვე და წამოვედი. ბატონო დავით, თუ შეიძლება მომიტევეთ, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს ერთ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ამ დონის ექსპერტის და პროფესიონალის. ბატონო დავით, რა აზრის ხართ NASDAQ-ის ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ კრედიტების პირდაპირ გაცემაზე? თუ თქვენ Dow Jones-ის, ასე ვთქვათ, Dow Jones-ის ინიციატივის მომხრე ბანაკში ხართ. ის უკანასკნელი. ესე იგი, როგორი რაფინირებული და ამომწურავი და ისეთი ლაკონური პასუხი გამცა ბატონმა დავითმა. ბატონო დავით, აი Washington Post-ში დაიბეჭდა ერთი რაღაც საკითხი მინდა თქვენთან ეს Washington Post-ის სტატიაზე ალბათ მოგზანდეთ რა ებითა მიდაპარაკე? რაგი? ეს მითხარი. ერთი წუთი, კარგად მიდის ყველაფერი, რაგინა, მაცადე. ჩვეულებრივად გიჭირავს თავიდან. ყველაფერი გამოძვერი, ყველა სიტუაციიდან, ყველაფერი კარგად მიდის. კარგად არის, მორჩავი, მიხუნდა, აღარ მიხუნდა. კარგად, მორჩავი, გავაცე. ეხლა რა ვქნა? არაფერი, რა უნდა ქნა? დაპატიჟე, არაჩვეულებრივი კრევეტების კანაპეებია, ხო ხედავ? მიდი, დაპატიჟე. ხო. ეგრე რა, შვიდად. აღარ დამიწყე ხე რა. არა, ევროები გააქვს. ერთი წუთი. ბოლოჯერ ვიხუმრე, მართლა ბოლოჯერ ვიხუმრე. განვაგრძოთ. მიდი მოვდივარ. ხომარ მოიწინეთ? არა. საბატონებო? არა. მე და ელენე უკვე შევსვით ჩვენი გაცნობის სადგზელო. სასიამოვნოა. ყოჩარ მეგურა, აი ამიტომ ვახასებ ჩემ მეუღლეს, როგორ იცის, ასე ვთქვათ, სადგზელო. მეც მინდა ერთი სადგზელო შემოგთავაზოთ. თუნებას დამთავრ, ელენე, მენდესგე. მე მინდა ბატონი დავითი ვადგრძელო, რადგან მომეცა საშუალება ბატონო დავით, რომ თქვენი სადგზელო შევსვა, რატომაც არა. მაშასე დათუჩა ჩვენი სიამაყეა, დათუჩა სიტყვა საქმეა ჩვენთვის, დათუჩა არის ჩვენი შუქურა, დათუჩას გული ჩვენ გულებს ერთვის. გაუმარჯოს ბატონ დავით. ვირტუოზი. ხომდან კიცანი. თქვენ ეს ერთი თვის წინ ნახეთ. დალეკავი ეს თვის წინ რომ ნახეთ, მაგრამ ხოდა? აქედან გამოგაცრავად. ერთი თვის წინ ნახეთ. გავიგე ბატონო, ერთი თვის წინ ნახეთ, აგავაკეთე ხა. მაგრამ ერთი თვის წინ ნახეთ, ძალიან კარგი. ბენიერი. ეს ალბათ რედისონში შეხვდა რომ მქონდა არაბებთან აი მუშაობს ალბათ მიტანათ არა რა რედისონში არა გახსოვთ ბაბუაჩემ სნევამ რო აუწია სასწრაფოში დავრეკე ზოგიერთი რომ ისიც ამ თეთრიას რომ გთხოვდით მე გთხოვდით მე გთხოვდით თეთრიას გთხოვდით მე მძღოლი მყავს მძღოლი არა მე ათი მძღოლი ერთად მაშინაც მასე მითხარ მაშინაც ასე იგი მძღოლი არ ვარო ხატვარი ვარო ბიძაშვილთან ცხოვრობო დროებით მუშაობ სასწრაფოს მანქანაზეო ძალიან კარგი ეხო უკაცრავად შემეშალა ალბათ ეს მაინც შემჩება
აი მე ეს მაინჩებში, აი მთელი დღე ავიკვიატე და ვერაფრით ვერ მივიწყებ. რა საყვარელი ხარ ლაშიკო. აი მე რა კარგად მოაწყყვე ყველაფერი, რა საყვარელი ხარ, ჩემო სიცოცხლე. აბარა, კეთება, აბარა. მე ჩემი პრინცესასთვის, ხო? თავი არ მენანება. ვაი, ვინ არის შენი პრინცესა? ვინ? შენ. ლაშიკო, იცი მართლა არ მეგონა თუ ეს დღე გემახსოვრებოდა. კარგი რა, კეთებან, კარგი რა. როგორ შეიძლებოდა ეხა მე ეს დღე არ მხსომებოდა? ეხა შენ უკვე მაწყენინებ. კარგი. მართლა გეუბნები მაწყენინებ. რატო გაწყენინებ? ეხლა მე რატო გაწყენინებ? შემოიწევი. ალო? ხო, იუზა, ხო. ხო, რა ვიცი, მოიცადე ერთი წუთი, მოიცადე ლაშიკოს რაღაც უნდა, მოიცადე ერთი წუთი ლაშიკო გეტყვის, მოიცადე. მოდი დაელაპარაკე. კარგი რა, კეთებან, ხა იუზასთან ლაპარაკება. მოდი. მითი უთხარი. გისმენთ ბატონო იუზა. მითი უთხარი. მე და კეთევანი კეიფობს და აღნიშნავთ და გილოცავთ შენს დაბადების დღეს თქო. იუზას დაბადების დღეს დილიდან მე იუზას დაბადების დღეს მე დილიდან დღეს ხო ხო რა იყო იუზადა გამისკდა გულიც გამისკდა ნეტა რა დღეა დღეს იუზა ნეტა რა დღეა დღეს ხო და იუზა ეს მაინც ჩემჩება ეს